გაგაცნობთ ინიციატივას, რომელიც ჩემი აზრით ცვლის თამაშის წესებს. თამაშის წესებს ცვლის ქართულ მედიცინაში და გლობალურადაც. საუბარია Medveritas Globalis პლატფორმაზე. ეს არის ახალი პლატფორმა, რომელიც ქართულ პაციენტებს და მათი ოჯახის წევრებს უმარტივებს წვდომას მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ამერიკულ სამედიცინო ექსპერტიზაზე. მაგალითად, თუ გაქვთ განსაკუთრებით რთული დიაგნოზი, ყოველს ჯანმრთელობას გისურვებთ კიდევ ერთხელ და გსურთ მისი გადამოწმება, ან გსურთ ყველაზე თანამედროვე მკურნალობის სქემების განხილვა, ახლა უკვე შეგიძლიათ საქართველოში ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით მოისმინოთ არც მეტი და ნაკლები. წამყვანი ამერიკელი ექიმების მეორე აზრი. ასე დროს ალბათ ყოველთვის საინტერესოა ვინ დგას პროექტის უკან, რომელსაც პრაქტიკოსებისთვის და პროფესიონალებისთვის მედიცინაში second opinion-ის ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამოწმებთ ყოველთვის რჩევებს და დიაგნოზებს ამისთვის საუკეთესო და ყველაზე მაღალ პროფესიულ კადრებზე და პროფესიონალებზე გექნება წვდომა. ამ შემთხვევაში Medveritas Globalis წარმატებას არც მეტი დანაკლები განსაზღვრავს ძალიან გამოცდილი პროფესიონალების გუნდი და საქმიანი დილას სტუმრები დღეს დილიდან არიან Medveritas Globalis დამფუძნებელი. დამფუძნებლები თამარ ჭელიძე, Medveritas Globalis თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. ის არის ექიმი და სამედიცინო მიმართულების და გლობალური ჯანდაცვის ლიდერი, ბიოტექნოლოგიური კომპანია Roche Diagnostics-ის სამედიცინო და სამეცნიერო დეპარტამენტის ინფექციური დაავადებების სტრატეგიის ხელმძღვანელი. მინდა იცნობდეთ, ვინც არ იცნობ, ნინო მიქაბერიძეს, Medveritas Globalis კიდევ ერთი თანადამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი. ნინო სერტიფიცირებული რევმატოლოგი გახავთ Manhattan Pain Medicine-ის რევმატოლოგიურ განყოფილებასა და Hofstra Northwell-ის და Albert Einstein-ის სამედიცინო სკოლების ასისტენტ პროფესორი. აი სტუდიაში კი ჩვენთან ერთად არის მარიამ ჯაში, Medveritas Globalis თანადამფუძნებელი, რომელიც ამ კომპანიაში სტრატეგიისა და გლობალური პარტნიორობის დირექტორია. ვინც კიდევ არ იცით, Sepsis-ის გლობალური ალიანსის აღმასრულებელი დირექტორია, მარიამი და თბილისის სამედიცინო აკადემიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. დილამშვიდობისა მივესალმები სტუმრებს და მადლობა რომ გვაქვს საშუალება ამ თემაზე საუბრისა. მარიამ, დილამშვიდობისა მივესალმები ნინოს და თამარს ცოტა შორეული და ერთი არის ჩემო ბატონო ამერიკიდან, თლად ნიუ-იორკიდან, მეორე თორშტები DC-დან, ვაშინგტონიდან გვერდება. დილამშვიდობისა. კარგი, მარიამთან დავიწყებთ ჩემი პირველი კითხვით. თქვენთვის პირადად, აი, როგორ ახსნით, რა არის Medveritas Globalis და რას თავაზობს ის პაციენტებს? მოგესალმებით პირველ რიგში, მიხარია თქვენთან სტუმრობა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. Medveritas Globalis არის ტელემედიცინის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც პირველ ეტაპზე ქართულ პაციენტებს და მათ ოჯახებს შესთავაზებს თანამედროვე მკურნალობის უახლეს მეთოდებებზე დაყრდნობით, როგორც დიაგნოსტიკურ, ასევე სამკურნალო საკონსულტაციო სერვისს. პირდაპირ შეერთებულ შტატებში მოღვაწე ექიმ სპეციალისტების მხრიდან. თავად ტელემედიცინა ბუნებრივია, არ არის ნოვაცია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენს ინიციატივას სამი განსაკუთრებული ფაქტორი ახასიათებს. ეს არის პირდაპირ წვდომა ვიდეო კონსულტაციების საშუალებით ამერიკაში სერტიფიცირებულ და ლიცენზირებულ სპეციალისტებთან, რათა მოხდეს დაზუსტება დიაგნოზის და მკურნალობის სქემების და სწორედ მეორეული ალტერნატიული სამედიცინო მოსაზრების მოძიების საშუალება მისცეს. მეორე მთავარი ფაქტორი გახლავთ ის, რომ ჩვენ არ ვანაცვლებთ ჩვენი ქართველი კოლეგების საქმიანობას პირიქით. ეს არის პლატფორმა, რომელიც დაგვეხმარება, რომ პაციენტებისთვის განსაკუთრებით რთული დიაგნოსტიკური და სამედიცინო მდგომარეობების დროს მოვახდინოთ ყველაზე საუკეთესო ოპტიმალური მიდგომების შეჯერება და რაც მთავარია, დიდი იმედი გვაქვს, რომ Medveritas Globalis გახდება პლატფორმა, ხიდი ქართულ ექიმებსა და ამერიკაში მოღვაწე კოლეგებს შორის იმ უნიკალურ პროფესიულ რესურსთან და ეს გახლავთ ასევე გაგრძელება იმ კავშირის, რომელიც ჯერ კიდევ 15 წლის წინ დავიწყეთ მედიას კონფერენციის პირველი, ესე ვთქვათ, ჩატარებით ვაშინგტონში. მარიამ, მე წინასწარ ვიცი დაახლოებით რა ტიპის კითხვები წამოვა საზოგადოებისგან, ამიტომ შევეცდები მაქსიმალურად ნაწილი დავსვათ თქვენთან. შემდგომ უკვე ცხადია თამართან და ნინოსთანაც. აი თვითონ Medveritas Globalis სარგებლობის პროცედურა. მინდა რაც შეიძლება მეტად განვმარტოთ. ანუ აქ რაზე არის საუბარი? მაგალითად პაციენტს
იქნება თუ არა სერვისულად იმის საშუალება, რომ დაეხმაროთ თუ საჭიროება დადგა ამისი სამედიცინო დოკუმენტაციის თარგმნაში. ყავთ თუ არა ადგილზე წარმომადგენელი, რომელზეც ასევე მუდმივად რეაგირებენ პაციენტები, ამ ალტერნატიული აზრის არ იყოს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან მოთხოვნადი იქნება, რასაც Medveritas Global ამკვიდრებს და ხო, მთავარი ალბათ შეუძლია თუ არა პროცესს, რომ პაციენტს აი ამ ეგრეთ წოდებული მეორე აზრის ჩამოყალიბებისას და ექსპერტიზისას დაესწროს ადგილობრივი ექიმიც, რომელმაც უკვე ბაზისური დიაგნოზი გასცა. დიდი მადლობა, ალბათ ყველასთვის საინტერესო კითხვებია. დავიწყოთ იმით, რომ პაციენტის და ოჯახის კავშირი ჩვენს წარმომადგენლობასთან, რომელიც უკვე გახსნილია და ფუნქციონირებს თბილისში, დიღომში, გივიჟვანიას ქუჩა ნომერ 2-ში, დიაგნოსტიკურ ცენტრში. იწყება ოფიციალური ვებგვერდიდან განაცხადის შევსებით ან უშუალოდ სატელეფონო კავშირით ან ელფოსტის საშუალებით კავშირით ჩვენს წარმომადგენელთან. ხდება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ დიაგნოსტიკური კვლევები, როგორც ინსტრუმენტული, ასევე ლაბორატორიული, ან თავად ექიმის დასკვნასთან და დიაგნოზისა და მკურნალობის რეკომენდაციებთან ერთად დოკუმენტაციის ატვირთვა პაციენტის სამედიცინო ელექტრონულ, ესე ვთქვათ, ბარათზე და შემდგომ ჩვენი ექიმი კოორდინატორი რეალურად ხელმძღვანელობს მთელი პროცესის ორგანიზებას, დაკავშირებას შეერთებულ შტატებში მოღვაწე ექიმებთან, ვიდეო ზარის, ესე ვთქვათ, ვიდეო კონსულტაციის ჩანიშვნას, თავად ჩვენი ექიმი კოორდინატორი ესწრება კონსულტაციას, რათა უწყვეტობა იყოს უზრუნველყოფილი სამედიცინო სერვისის და ბუნებრივია უშუალოდ პაციენტის ექიმის მონაწილეობას მხოლოდ მივესალმებით, რადგან ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისი იყოს უზრუნველყოფილი პაციენტებისთვის. რაც შეეხება ენობრივ საკითხს, რამდენადაც დღეს დაწყებული სერვისი აბსოლუტურად შესაბამისობაში უნდა იყოს ამერიკის რეგულაციებთან, ინგლისურენოვანი დოკუმენტაცია იქნება ჩვენი მთავარი ოფიციალური ვერსია, მაგრამ ეტაპობრივად ალბათ შევძლებთ, რომ თარგმანის საშუალება შევთავაზოთ პაციენტებს. ინტელექტის ამოგეწევათ ეგ არ იქნება სირთულე, ძალიან მალე მოგვარდება ეგ თემაც. მადლობა მარიამ, გადავინაცვლოთ ახლა უკვე შტატებისკენ, მივესალმებით. მოდი თამარით დავიწყოთ. თამარ, თქვენგან გსურს მოვისმინოთ უფრო მეტი Medveritas Global-ის შექმნის იდეაზე, რომ მოგვეყვეთ, თუ რატომ ჩამოყალიბდა აი ამ სერვისით და ამ სერვისის მიწოდებით აი ეს პლატფორმა. გესმით ჩემი გამარჯობა. თან ძალიან კარგად. დილამშვიდობისა და სამამულშვიდობისა შტატებში. დილამშვიდობის განდი მოწვევისთვის და მიესალმებით ფაქს მაყურებელს. ძალიან მიხარია ეს თქვენთან თამადის საუბარი, იმიტომ რომ ჩემს ერთ-ერთი ასე ვთქვათ, თან ფოს ინიციატივა, რაც გამიგებულია დაუშვით ცხოვრებაში გაგრძელება ინიციატივა, რომელიც ჩემს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემს ესე რაც შეეხება შეკითხვას, რატო დაიწყება ეს იდეა, დავიწყებ 26 წელი ამერიკაში ვცხოვრობ, მუშაობ და ეს განმავლობაში ძალიან მიკავშირდებოდნენ ქართული პაციენტები, ქართული ოჯახები, ოჯახის წევრები, სხვადასხვა დაუშვილებით, კითხვებით, დაბნეულობით, ხანდახან უკაველი დიაგნოზით, ან დაუშვათ დიაგნოზი არის და არის, რომელი გზა ჯობია მისთვის და გადამოწყვეტს ამერიკაში დაუშვათ სპეციალისტთან. საბედნიეროდ საკმაოდ დიდი მყავს ექიმი და მე თვითონ ჩემი მეგობარი ამერიკაში მუშაობენ ექიმებით. თუ მქონდა შესაძლებლობა რომ დამეკავშირებები ექიმებთან, ასევე კლინიკებთან, ხანდახანებული კონსულტაცია საჭირო ეს ონკოლოგიური პაციენტები. და ნუ აუშვათ ფიქრობ რა შეიძლება რომ ეს უნიკალური რესურსი არსებობს მათ შორის ამერიკაში მოღვაწე ექიმების შეიძლება რომ ავიღოთ უკას აი მარიამ დიას პლატფორმა შექმნით ორს პოეტის თესმეთ და აი ამ იდეა იყო რომ სპეციალისტი ხარჯი რესურსი ამერიკაში
მათთან ერთად და მოგვეძებნათ ავიღოთ ჯანდაცვის გაძლიერების სხვადასხვა მიმართულებით human resources კაცოა თარგმნი ადამიანების განვითარება სერვისების მიწოდება აი მასში პრინციპი პირველი ალბათ არის სამი ქართველი ექიმი მოკვირაში ორი დღის განმავლობაში ვაშინგტონში და მართლა ხელებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ასევე უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად იმუშავეს რომ აი გეგმა და რეკომენდაცია საბედნიეროდ ესეთი ღონისძიება გაკეთდა უკვე თბილისში, იმიტომ რომ გადაიბარა ჯანდაცვის მაგრამ მე ეს წინსვლა აღარ მიეცა და პრაქტიკულად ასე ვთქვათ გაჩერდა. აი სწორედ ამ ყველაფრის გამო და ეს გრძელდებოდა რა თქმა უნდა ისე ბევრი რავშოთ პრობლემა რომელსაც შევხედავთ იგივე პაციენტების დაკავშირება გრძელდება. რაც ახლა ჩვეულებრივ ნებრივია პაციენტების მეორადი მოსაძების მოსასმენად სხვა ქვეყნებს. ამაში არაფერი არ არის უცხო, მაგრამ ну ჩვენ მაინც გვინდოდა რომ გაგვაგრძელებინა ის რაც დავიწყეთ, იმიტომ ეს მარტო პაციენტების დახმარება, პაციენტთან პირველად მნიშვნელოვანი ის პრიორიტეტია. ასევე თვითონ გასაგებია. თამარ, მე ესეთი კითხვა მაქვს. ანუ ერთის მხრივ თქვენ თავადაც ახსენეთ სამათეულწლიანი თითქმის გამოცდილება უკვე 26 წლიანი, რომელიც დაგროვდა პრაქტიკული ის რაც ეხება Medveritas Global-ის მმართველ პარტნიორებს, აქ არ ჩანს მხოლოდ როგორ გითხრათ, კომპეტენცია და ექსპერტიზა უკვე არსებული და აქ არის იმავდროულად მზა კონტაქტები, რომელიც თქვენი პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარეობს. მაგრამ ჩემი კითხვა არის შემდეგი. რა პრინციპით ირჩევა ეს ექიმები? იმიტომ რომ ამ ხრივაც ალბათ ეს არის ყველაზე კრიტიკული რომლითაც საკუთარ თავს დაიმკვიდრებთ საზოგადოებაში არის დარწმუნებული ვარ კრიტერიუმები რომლითაც განსაზღვრულია ეს ყველაფერი მიღმა იმისა რომ ამ ყველაფრის უკან დგას ლიცენზირების ექიმების ლიცენზირებას გულისხმობ არანაკლებ ძიმე და მრავალწლიანი კრიტერიუმები ვიდრე ექიმების საბოლოო ლიცენზირებას ანუ მუშაობის ნებართვას მიიღებენ შეერთებულ შტატებში სადაც მეც გიერთდებით ძალიან მოხარული ვარ რომ ბევრი ქართველი ექიმი წარმატებით დამკვიდრდა და მადლობა თქვენ რომ ამას ხაზი გაუსვით. მოკლედ, გვაინტერესებს განვითარებაზე ორიენტირებული და იმავდროულად ცხადია თქვენგანაც აღიარებული სამედიცინო ლიდერები, მაგრამ ხო, როგორ ხდება მათი ჩართვა ამ ყველაფერში და რა თქმა უნდა კვლევების ნაწილი. კვლევები, რომელიც მე მგონია რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გისმენთ? განსაკუთრებით ყურადღებით ვარჩევთ ექიმებს და ძალიან მიხარია რომ ეს კითხვა დასვეთ ჩვენთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია რომ როგორც ახსენეთ თქვენ რომ ყველა ექიმი პირველ რიგში იყოს სერტიფიცირებული ლიცენზია ქონდეს ამერიკაში და ქონდეს ასევე პრაქტიკული გამოცდილებაში გულისხმობ რომ აი ეხლაც მუშაობს რა თქმა უნდა და ეს არის პირველი შემდეგ უკვე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ადამიანი იყოს გამორჩეული პროფესიულად რაც მაგალითად სამეცნიერო კვლევებშია ჩართული და უშუალოდ პუბლიკაციები აქვს გამოქვეყნებები გაკეთებული ან სხვა მნიშვნელოვან პროფესიულ აქტივობებში ამას ასევე ძალიან კარგი რეიტინგი აქვს რაც ადვილად მოძიებადია რეიტინგი გულისხმობს დაუშვათ თავის კოლეგებთან ჩვენ ყავს როგორც ქართველი ექიმები ამერიკაში მოღვაწე ქართველი ასევე ამერიკელი ექიმები მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია და ეს ძალიან მინდა რომ აღვნიშნო რა რეპუტაცია აქვს ამ ექიმებს თვითონ პაციენტებში და ესეც საკმაოდ მოძიებადია, რაც ძალიან კარგია ჩვენთვის, რომ რამდენად ემპათიური, რამდენად ანუ რეიტინგი აქ სტარებით, ანუ ვარსკვლავებით ისაზღვრება და მაგალითად ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ გქონდეთ თუნდაც რამოდენიმე 4-ზე ნაკლები სტარი. და ლაპარაკი არის დაუშვათ 1000 შეფასებიდან. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ყურადღებას ვაქცევთ. აი ეს კრიტერიუმები მართლა გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ პაციენტს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის სამედიცინო მოსაზრება და განსაკუთრებული მხარდაჭერის და ზრუნვის, ასე ვთქვათ, გამოცდილებაც შევძინოთ აი ამ მთელ პროცესში. ამიტომ ეს არ არის მარტო დაუშვათ დიაგნოზი, ემპათია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი
ელემენტია. მადლობა თამარ. ვაშინგტონიდან ახლა ჩვენ უნდა გადავინაცვლოთ უკვე ნიუ-იორკში, სადაც ნინო მიქაბერიძე გველოდება და სწორედ მასთან გვექნება ჩვენი შემდეგი კითხვა. კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა, ნინო, მადლობა თქვენი დროისთვის და ჩართვისთვის. თქვენთან გვაინტერესებს ასეთი რამე, ანუ რამდენად ერთის მხრივ ეს სერვისი, რასაც Medveritas Global აერთიანებს პლატფორმა, რამდენად შეამცირებს იმ ადამიანების რიცხვს გადინებისა, ვინც საზღვარგარეთ ეძებს მკურნალობის გზებს საქართველოსდან, რომელიც საკმაოდ ბევრი არის სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში და რამდენად დაეხმარება შესაბამისად ეს სერვისი და მეორეს მხრივ ენდობიან თუ არა ამერიკელი ექიმები, ვინც Medveritas Global-ის გუნდში იქნება ჩართული, იმ კვლევებს, რომელიც საქართველოსდან გაიგზავნება. პირველ რიგში უღბესი მადლობა მოწვევისთვის და მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ნამდვილად მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოში უკვე დანერგილია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული რადიოლოგია და მორფოლოგიური კვლევის მეთოდები. რაც მნიშვნელოვნად ადვილებს საქართველოსდან მოწოდებული სამედიცინო მონაცემების და დასკვნების გადახედვასა და შეფასებას. და ჩვენ ვფიქრობთ ზუსტად აი ეს მოდელი Medveritas პლატფორმა ხელს შეუწყობს რომ შეამციროს ქართველი პაციენტების უცხოეთში სამკურნალოდ გამგზავრების საჭიროება. თუმცა ეს პროცესი გადამოწმება ანალიზები და რადიოლოგიური კვლევები რო ვახსენეთ, ამას თვითონ თავად სამუშაო პროცესიც ეტაპობრივად გვაჩვენებს თუ რომელ პარტნიორ კლინიკებიდან შეგვიძლია დავადასტუროთ და შევაფასოთ დიაგნოსტიკური კვლევის სანდოობა, ან რომელ შემთხვევაში გვექნება კითხვები რომელიმე კლინიკასთან. კიდევ ერთხელ ჩვენი მიზანია რომ ხელი შეუწყოთ ადგილობრივ სამედიცინო სერვისს, განავითაროთ პაციენტებს თავიდანვე ავარიდოთ არასაჭირო ზედმეტი დიაგნოსტიკური მიმართვები და ხარჯები. როგორ ხდება თანამშრომლობის ჩამოყალიბება, ნინო, ადგილობრივ პროფესიონალებთან, გულისხმობ ექიმებს და ეს როგორ იწყობა? გასაგებია, რასაც თამარი, მარიამი საუბრობდნენ, ეს არის წლების განმავლობაში თქვენგან ჩამოყალიბებული პროფესიული და პირადი ურთიერთობები წამყვან ამერიკელ კლინიცისტებთან, გნებავთ პრაქტიკოს მეცნიერებთან თუ სხვებთან, მაგრამ მაინც საზოგადოებამ რო იცოდეს, ის რაც მოთხოვნადია ოღონდ მაინც სამოყვარულო დონეზე საქართველოში, მაგრამ ჩამოყალიბებული პრაქტიკაა ინსტიტუციონალური second opinion-ის სახით, რომელიც პრაქტიკულად არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. როგორ ხდება ეს თქვენ შემთხვევაში, Medveritas Global-ის შემთხვევაში? გისმენთ. დიდი მადლობა შეკითხვისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა და მინდა აღვნიშნო, რომ მეორე მოსაზრება ზოგადად ამერიკასა და ევროპაში ფართოდ დამკვიდრებული და სტანდარტული პრაქტიკაა, რომელიც მიზნად ისახავს დიაგნოზის სიზუსტის გაზრდას და მკურნალობის საუკეთესო სტრატეგიების შერჩევას. საბოლოოდ ეს ნიშნავს პაციენტის ჯანმრთელობაზე უკეთ ზრუნვას, რაც ყველა ექიმის მთავარი მიზანია. და ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ზუსტად ადგილობრივ ექიმებთან ჭიდრო და კოლეგიალური თანამშრომლობაზე დაფუძნებული მიდგომებით პაციენტებისთვის საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ და საუკეთესო გამოსავალი გქონდეს. და ამით გვჯერა რომ მხოლოდ გუნდური მუშაობის პრინციპით არის შესაძლებები. ცოდნის და გამოცდილების გაზიარება აუცილებელია და შეგვიძლია ეს კიდევ უფრო ერთად გავარცოთ და პაციენტების ჯანმრთელობისთვის იყოს ეს მორგებული. მადლობა ნინო. მარიამ, რა შეიძლება ვთქვათ Medveritas Global-ის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით? ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან საფუძვლებს ეყრება. ეხლა და მხოლოდ პირველი ნაბიჯებია, ისმენთ ყურად. რამდენადაც ქართული ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები ვართ დამფუძნებლები, ბუნებრივია, ძალიან გვიამაღება, რომ პირველი წარმომადგენლობითი ოფისი იხსნება საქართველოში და უშუალოდ საქართველოსთან მიმართებაში მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ იყოს ხელმისაწვდომი ეს სერვისი ქართული პაციენტებისთვის და ოჯახებისთვის,
დღეს შეჯერებული ღირებულება შეიძლება გარკვეულწილად ფინანსურ ბარიერად იქცეს. ამიტომ ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები სადაზღვევო კომპანიებთან და საბანკო ინსტიტუტებთან, რომ Medveritas Globalis პროდუქტი გახდეს ჩვენი სადაზღვევო და საბანკო, ესე ვთქვათ, პროდუქტების ნაწილი. მომავალ წელს ვფიქრობთ, რომ ასევე შეიქმნება ფონდი, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის აღნიშნულ სერვისს. რაც შეეხება გლობალურ, ესე ვთქვათ, მასშტაბით გეგმებს, როგორც სეფსისის გლობალური ალიანსის ხელმძღვანელი, Unite საპარლამენტო კავშირის და მედიკოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მმართველი გუნდის წევრი, ჩემი მთავარი მისია ამ წამოწყებაში გახლავთ Medveritas Globalis სხვა გეოგრაფიულ რეგიონებში გაფართოვება და იმედი გვაქვს, რომ ეტაპობრივად ევროპის, აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში ასევე გაიხსნება ჩვენი წარმომადგენლობები. წარმატებები უსურვოთ Medveritas Globals, სხვათა შორის არის უკვე ჩაშვებული ძალიან საინტერესო გემოვნებით გაკეთებული ვებგვერდი Medveritas Globalis, სადაც ყველანი არიან წარმოდგენილნი, ამ შემთხვევაში ისინი, ვინც მონაწილეობდნენ დღევანდელ გადაცემაში, ცხადია, მინდა წარმატებები უსურვო. მარიამ ჯაშს დარწმუნებული ვარ, ძალიან მნიშვნელოვან ამბავს უყრიან საფუძველს. წარმოდგენილი არის მათ შორის გუნდიც, რომელზეც საუბრობდით მარიამთან, თამარ ჭელიძესთან და ნინო მიქაბერიძესთან ერთად. მარიამი Medveritas-ის თანადამფუძნებელი და როგორც ბრძანა თვითონ სტრატეგიის და გლობალური პარტნიორობის დირექტორია და ის იმუშავებს Medveritas Globalis დაფარვის გაძლიერებაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კიდევ ერთხელ გეტყვით, ის გლობალური ალიანსის აღმასრულებელი დირექტორია სერვისის მიმართულებით. თამარ ჭელიძე თაკუ შემოგვიერთდა რამდენადაც მე მახსოვს ვაშინგტონიდან და DC-დან მართავს პროცესებს, რაც Medveritas Globalis საოპერაციო ყოველდღიურობას უკავშირდება და კომპანიის გენერალური დირექტორიც გახლავთ და მადლობა ნიუ-იორკიდან ჩართვისთვის ნინო მიქაბერიძეს, Medveritas Globalis ასევე კიდევ ერთ მართლ პარტნიორს და კლინიკურ დირექტორს. წარმატებები უსურვოთ, კიდევ ბევრს გაიგებთ აღნიშნული კომპანიის და პლატფორმის შესახებ, რომელიც დამერწმუნეთ. ისაც თქვენს ყოველდღიურობაშია, ზუსტად ამას აქცევს სისტემურ დონეზე, უბრალოდ ამას ყველაფერს დასტურს მიიღებთ უმაღლესი დონის ამერიკელი და ასევე ქართველი ექიმებისგანაც. წარმატებები უსურვოთ.